Დაჭირვებულ ქოდს ქვა აღმარჩი მიეწიაო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის წვლილის აღნიშვნის გამო მოქალაქეების რისხვა და დაცინვა ჯერ გადაგორებული არ ჰქონდათ, რომ გორში პოლიციელები მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ. მანამდე კი უბრალოდ უხვინალექის გამო ლამის მთელი ქვეყანა წყალდიდობამ დაფარა. გავუყვეთ რიგითობით. ამ შემზარავ ვიდეოში რამდენიმე პოლიციელი სასტიკად უსწორდება მოქალაქეებს. კადრები შემთხვევით გადაიღეს ჟურნალისტებმა. ბევრი ეცა და პროპაგანდა, მაგრამ ეს ამბავი ვერაფრით შეფუთა. ხან დადგმულია და პოლიციელები ნაცები არიანო იძახეს. ხან მოქალაქემ პოლიციელს თავში ქვა ჩაარტყაო. ხან ერთ-ერთი დაზარალებულის მამიდა გამოიყვანეს, რომელიც გორში სკოლაში მუშაობს და ალაპარაკეს ოპოზიციის დახმარება არ გვჭირდებაო. მოკლედ ყველაფერი სცადეს, მაგრამ კადრების შემზარავობის ხარისხს ვერსად წაუვიდნენ და 6 პოლიციელის დაკავება მოუწიათ. ალბათ ესეც ფორმალურად დროებით სიტუაციის ჩაწყნარებამდე. ყველაზე ჭკვიანურად მაინც თეამ ურჩია პოლიციელებს ფრთხილად იყავითო, ჩასაფრებულები არიანო, თვალს მოეფარეთო იგულისხმა ალბათ. თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და თქვენ უნდა დაზიანდეთ მათი აზრით. იმიტომ რომ გუშინდელი დაფთაბები ამას რომ გაუხარდათ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს სადაც ბრძანდებიან უსაყვედურო. თქვენ აი ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს. ალბათ ყველას წარმოუდგენია რა მოხდებოდა პოლიციელების ამ ქმედების ამსახველი ვიდეო რომ არ არსებობდეს. ალბათ ყველამ ზუსტად იცის რომ ეს ნაცემი ადამიანები ახლა ციხეში იქნებოდნენ. მოძალადე პოლიციელები კი სადმე რესტორანში იქეიფებდნენ. თუმცა მათ შორის დაზარალებულის მამიდამაც ზუსტად უნდა იცოდეს რომ ამ სისტემის პირობებში სამართალს მაინც ვერ მიაღწევს, ვერც კადრით და ვერც უკადროდ. უნდა აღინიშნოს რომ კონკრეტულ ინციდენტს უძღოდა საპოლიციო პრევენციული ღონისძიება, რომლის ფარგლებში ჩეჩერებული იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებული ყომისი მონაცემები, რადგანაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე, კერძოდ ფლაგვის აგნით ქვით გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. რეჟიმი დაზარალებულების გაშავებას აგრძელებს საკუთარი მოძალადეს სახის შესანიღბად, რომელიც აღარ იმალება, რადგან უკვე წლებია პოლიციელების სპეცრაზმელები და ოცნების ტიტუშკები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ მათთან დაპირისპირებულ ადამიანებს ძალადობრივად უსწორდებიან ქუჩაში, მათ შორის კამერების წინ. შემდეგ კი რეჟიმი მათ ღირსების ორდენებით აჯილდოვებს. ღირსების ორდენი გადაეცემა ზვიად ხარაზიშვილს, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილს. მაგრამ ძალადობა რა მოსატანია, როცა ამ ყველაფრის შემოქმედმა თურმე დამოუკიდებლობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. რაც პროპაგანდისტულმა იმედმა ამ სრულიად აბსურდული ქარდით დაცინვა და მოქალაქეების გაღიზიანება გამოუწერა ბიძინა ივანიშვილს, არ ვიცი რითი გადაფარავენ, მაგრამ იმ დღეებში პროპაგანდას თავი ნამდვილად არ დაუზოგავს. Რა თუნდა ამას ლაპარაკი? ეხლა რაც ამ კაცმა გააკეთა სუვერენიტეტისთვის, ეხლა თითქოს რაღაც გერიდება, რომ ზედმეტ ასე თქვა რაღაცაში არ ჩამოგართვა. ნუ გაწი. პირდა ფეხებზე მკიდია კაცო საქართველოსთვის და საქართველოს სუვერენიტეტისთვის თანამედროვე დროს ძალიან კი არა მაგის დამსახურება. აი ეს დედამამისთვის ესე მგონია. შესაბამისად ის რომ 2012 წელს ჩვენ ხელახლა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი გავუსვათ ამას და ის იყო რას უყურებდა ბიძინა მონოპოლარი რომელიც ხალხთან ერთად მოახერხა. შემდეგ ყველანი ამ ფოტოზე ვინც არიან ასოცირდებიან გარეძალებთან და გარეძალების ჩარევის აკრძალვასთან და სუვერენიტეტთან. აი ეს საერთიანებს ამ ყველაფერს მე ესე ვიტყოდ. მე deep state-მა ჩამოაგდო პირდაპირ მნიშვნელობით გამსახურდია. პირდაპირ მნიშვნელობით. ძლივს როგორც იქნა გაირკვა თურმე ვინ არის deep state-ი. ამ ვერ შემდგარი პროპაგანდისტის ლოგიკის მიხედვით deep state-ი გოგა ხაიმდრავა, ირაკლი გობახიძის მამა და გია ვოლსკი გამოდიან. ოცნების პროპაგანდას დიდი ხანია ლოგიკა და თავი და ბოლო აღარ აქვს, როგორც ჩანს ესენიც დაიღალნენ. ერთი დღე არ გავჩარდებოდი აქ. ერთი დღე და არც ერთ თქვენთაგანი ჩვენ ვიტანთ. არ მინდა წუწუნი, მაგრამ ბევრ ამას ვიტანთ. ვიღაცა იდიოტების ბუნიკს არ არის მარტივი. ამ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ის რომ ამ კაცს ემსახურებენ მარტივია კაცი. ეს არის ეს კაცი გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. მე ძალიან მაგარი ნაბიჯი გადავდგენ ბოდიში თავის
დისკებაში ალბათ მომართოთ, მაგრამ მე შეგაკებ ძალიან მაგარი ნაბიჯი გადადგი, როცა დაიწყეს სერია ის ხო? ნაკლი რო თქვი, არა აქ მეთქი. მეთქი რომ გადაიღეთ. არა, ნაკლი რო თქვი, არა აქ ნაკლი რო თქვი და ეს მართლაც ხანდახან გინდა ადამიანს ნაკლი არა, ნაკლი არა. ხო და შემდეგ კიდე გახსოვთ ქველმოქმედებს იყო საუბარი. მართლა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაგარი ქველმოქმედება. არაფერი რომ აღარ არის ხოლმე სათქმელი პროპაგანდა ქველმოქმედებაზე იწყებს საუბარს. მოდი ვნახოთ ერთი მაგალითი როგორ გამოიყურება ივანიშვილის ქველმოქმედება. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელსაც კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე ავრცელებს ასეთია. საქველმოქმედო ფონდ ქართუდან 1.300.000 ლარი ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის ოზურგეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად გამოიყო. პრინციპში ესეც ქველმოქმედებაა. ოღონდ ეს ქველმოქმედება არა ხალხს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს ხმარდება. პროპაგანდისტულ ლაბირინთში ახლა რთული კოცი ამავე დროს ნამდვილი ქველმოქმედების გაშავებას ეცდება. მშობლების დაცინვა და პაციენტებზე ფსიქოლოგიური ტერორი. ასე აფასებს პროპაგანდისტი ირაკლი ჩიხლაძე ილიაუნის სტუდენტების საქველმოქმედო მარათონს, რომლის ფარგლებშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების საჭიროებებისთვის მოქალაქეების შემოწირულობებით 2 მილიონ ლარამდე აგროვდა. ძალიან განხარდოთ რა თქმა უნდა. ხო, ეხა არის რა ქვია ბიუშემიო თუ რაღაცა დაავადების მქონე ბავშვების ხარდამჭერია. ივანიშვილის მეორე პროპაგანდისტულ ბუნაგში კი სასიკვდილოდ განწირულ ბავშვებს დასცინებენ. მოკლედ კოცის პროპაგანდის საშველი არ არის. ეს 26 მაისიც რაღაცნაირი გამოდგა. ჯერ ბიძინას მოტანილი დამოუკიდებლობა არ აღიარა ხალხმა. მერე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილი გვაზეიმეს და ბოლოს ახლომზე გაირკვა, რომ ყველა დანაყოფი, რაც საჩვენებლად გამოიყვანეს წინა ხელისუფლების, ან კიდევ იმის წინა ხელისუფლების დროს არის ჩამოყალიბებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ლიცეუმი ქვეყნისთვის განათლებული, პატრიოტული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებების და მომავალი ლიდერების სამჭედლოა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია. გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს ჩამოყალიბდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. სარდლობის ისტორია 1999 წელს დაიწყო, როცა ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით ოჯორში წარმატებით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების კურსი. 2009 წელს ქვედანაყოფს სპეციალური ოპერაციების ძალები ეწოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის 202 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. ბატალიონი ჩამოყალიბდა 2009 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 31 ქვეითი ბატალიონი. ბატალიონი ჩამოყალიბდა 2004 წელს და დაკომპლექტდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით. ის იყო პირველი ქვედანაყოფი, რომელიც 2010 წელს ჩაერთო ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების სამშვიდობო მისიაში. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის 53 ქვეითი ბატალიონი. ბატალიონი შეიქმნა 2004 წელს. 2007 წლიდან ქვედანაყოფი სრულად დაკომპლექტდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. სოფრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია. 2003 წელს აკადემიას სერჟანტთა მომზადების სკოლა დაარსდა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-12 სუბუქი ქვეითი ბატალიონი. ბატალიონი პირველი საკონტრაქტო პროფესიული სამსახურის ქვედანაყოფია, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა და პირველმა გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 23 ქვეითი ბატალიონი.
ბატალიონი ჩამოყალიბდა 2004 წელს და გაიარა სრულფასოვანი საბრძოლო მომზადება. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწეულები. ცენტრს საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა და გაერთიანდა კანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრთან. ამ ყველაფრის ნახვისა და მოსმენის შემდეგ ჩნდება კითხვა: რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გასაუმჯობესებლად ან თუნდაც შესანარჩუნებლად? პასუხი არის არაფერი. ჯუანშერის მიერ ჯარისკაცებისთვის ნაყიდ ორ წყვილ ბათინგს თუ არ ჩავთვლით, იმ ჯუანშერის, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე თავდაცვის უწყებას ფულს პარავდა და ახლა ამისთვის სასჯელს იხდის. თავდაცვის უნარიანობისა და ჯარის გაძლიერებაზე არც მოქმედ თავდაცვის მინისტრს უთქვამს რამე 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტად ეროვნული იდენტობა შემოგთავაზა. ეტყობა ამასაც ეშინია, რომ დიპსტეიტმა ქართველობა არ წაართვას. სწრაფად ცვალებად თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებების და ეროვნული იდენტობის წაშლის ცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად. მინისტრმა ისიც თქვა 26 მაისი ეკუთვნის ჩვენს ემიგრანტებსო. იმ ემიგრანტებს ხმის უფლება რომ წაართვეს და მათი გადმორიცხული ფულით შექმნილი ეკონომიკით რო ამაყობენ. ეს დღე ეკუთვნის მამაც პოლიციელებს, მეხანძრე მაშველებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ექიმებსა და ექთნებს, მეწარმეებს, ფერმერებს, მასწავლებლებს, საამაყო ხელოვანებსა და სპორტსმენებს. ღვაწ მოსულ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ჩვენს ემიგრანტებს. ისე კი რასაც ვერ დაუკარგავ ქოც ფოტოსესიებია. 26 მაისის ფოტოები ნამდვილად კარგი გამოვიდა. მოხენილმა კაპიტანმა სულკა ფანდა ეჭვები, ყველაფერი რიგზე არის, გავაგრძელოთ ცეკვები, ისე ბრელავს ოკეანე, დალღა საწყდება, გემზე მაინც ზეიმია, და მუსიკა ეკონომიკაზე გამახსენდა. ოცნებამ რომ სატრანსპორტო ჯარიმები გაზარდა და თითქმის ყველაფერი გააორმაგა, მაგაზე კომენტირებებში ჯილდო ნინო წილოსანს უნდა გადავცეთ. ჯარიმის ოდენობა ემსახურება იმას, რომ წესრიგი, მართლ წესრიგი იყოს შესაბამისად დაცული. მე ხა გამიჭირდება, რომ თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ თუნდაც საქართველოს და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიყვანოთ ადამიანების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჯარიმები იმიტომ გავზარდეთ ხალხის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რომ გადავიყვანოთ, თქვა ნინომ. ცხადია ნინო თავად არ მგზავრობს ამ ტრანსპორტით და ალბათ არც უნდა იცოდეს თუ რა ვითარებაა განსაკუთრებით პიკის საათის დროს მეტროსა და ავტობუსებში. ნინო არც მომავალში გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გადატენილი ავტობუსები და მეტრო მხოლოდ თქვენთვის უნდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გამახსენდა. ეს ახალი გაკეთებულია. რამდენიმე დღის წინ ავლაბრის ახლად რეაბილიტირებულ მეტროში ზუსტად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. ამ ფაქტით თავად მერი კალაძეც აღშფოთებული აღმოჩნდა. თუმცა ისე როგორც ყველა წინა სხვა ტრაგიკულ თუ არასასიამოვნო შემთხვევაში, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არაუღია და თითის ხვისკენ გაიშვირა. ამ ამბავში მერს ის აწუხებს, რომ მსგავსი შემთხვევებით თავად ზიანდება. თუმცა ავიწყდება, რომ ყველაფერზე, რაც ამ ქალაქში ხდება, თავად არის პასუხისმგებელი. მაგალითად, ავტობუსების შეძენისას გამქრალ 60 მილიონზე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მშენებლობიდან მოპარულ მილიონებზე, უფასო სასადილოებისთვის მოპარულ მილიონებზე, ქაოტურ განაშენიანებაზე, ახლად რეაბილიტირებულ და უკვე დაზიანებულ გზებზე, ვარკეთილის ჭერზე, მარიტაზე, რიყის დოკებთან ხრამში ჩავარდნილ და გარდაცვლილ ბავშვზე, წყნეთში სკვერის რეაბილიტაციისას დენდარტყმულ და გარდაცვლილ მოსწავლეზე, ვაგზლის მოედანზე, ფასადის ჩამონგრევის შესახებ გარდაცვლილ ორ ადამიანზე, ყველაფერზე, რაც ამ ქალაქში ხდება, მერი კალაძე არის პასუხისმგებელი. მე არ ვიცი, ვისი ბრალია, კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის აუდიტის სამსახურს ევალება მოიკვლიოს ყველაფერი და თუ საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც, აქ კომპანიაზე არავინ არ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე.
საუბრობს ყველა ჩვენზე, შესაბამისად ეს საქმე და ეს კონკრეტული ფაქტი ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. თბილისი ერთადერთი ქალაქი არ ყოფილა საქართველოში, რომელმაც წვიმას ვერ გაუძლო. უხვმა ნალექმა არასწორად ან უხარისხოდ რეაბილიტირებული გზებისა თუ სანიაღვრე სისტემების გამო პრობლემები შექმნა თითქმის ყველა რეგიონში. სანამ ქართველი ერიკოცის პროპაგანდას წყალს ატანდა, ოცნება 26 მაისის აქციას უპირისპირდებოდა. საქართველოს ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე 1000 ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, ეს არის ზუსტად ის Facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოება და სინამდვილეში Facebook-ის ერთი ფრენდლისტი არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი მტერი არის დრონი. დრონი არის ჩვენ ერთ-ერთი დრონია. როგორც მიკროფონი, ასევე დრონია. ყველა დრონი ერთნაირად იღებს თქვენ და სამწუხაროდ. აქ კობახიძეს ვეთანხმები. ოცნების პროპაგანდა ნამდვილად ჩვენი მტერია. ამ ქვეყნის მტერიც არის, სიმართლის მტერიც და რადგან დრონი მეფობენ და არა მეფენი, საბოლოო ჯამში ყველანი საკუთარი თავის მტრები არიან. იმედია ქოცი მიხვდება, რომ ამ დრონში აეროგადაღების კამერა არ იგულისხმება. არაფერი არ იცი. თითიც ნუ იშვერთ ძალიან. თუ არაფერი ხობავდა თითიც ნუ იშვერთ. პატრული გამოიძახე. ვინ მოხდა? თავხედი ხარ. შენ თავხედი ხარი ხარ. იცი რა? მოწალადე ლექტორი ყავს პენსიუს უნივერსიტეტში. ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირი სიშლეგის ფონზე ლექტორები ქუჩაში ახალგაზრდებს ურტყამენ, რომლებიც ნიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ. 20 წლის შემდეგ საქართველოს სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. ამ 5 წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიური მაკლებმა 2.84% პუნქტი შეადგინა. ღარიბები რომ აღარ ხართ, ვინც არ იცოდით, აწი შეგიძლიათ იცოდეთ. ასეულობით 1000 მოქალაქე და ბავშვი რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ფასები რომ იზრდება და ადამიანებს პენსია წამლებშიც რომ არ ყოფნით, მაღაზე ნუ დავწვრილმანდებით. ვიღაცები მართლა მდიდრდებიან. ისე არაა, რომ ყველა ღარიბია. მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცოლის შემოსავალი წელიწადში 100,000 ლარით გაიზარდა, მას შემდეგ რაც მისი ქმარი დააწინაურეს. დანარჩენი ქოცებიც გამდიდრდნენ. თქვენ მაღაზე არ იდარდოთ, ხვალ ახალი დღე გათენდება. ხვალიდან მამუკას ახალი სამმართველო ამოქმედება და აქამდე თუ ოცნების მაღალჩინოსნებზე პოსტების წერით მაინც იჯერებდით გულს, ხვალიდან მაგასაც ვეღარ შეძლებთ. მე კი გულის გადასაყოლებლად მანიში გახსნილი ახალი ძეგლის ვიდეოს გიპოვებთ.